კასტრაცია, სტერილიზაცია და სიმსუქნე. რა ხდება, რატო? იმიტომ რომ ჰორმონალური ბალანსი ირღვევა თავისთავად, იმიტომ რომ ის ჰორმონები, რომელიც ჭირდებოდა, აღარ აქვს ორგანიზმს, მაგრამ თუ ავწონით და სასწორის ორ მხარეს ავიღებთ და აქეთ მე მყავს ცხოველი, რომელსაც აქვს სარძევი ჯირკვლის სიმსივნე, პროსტატის სიმსივნე, სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, ვთქვათ, ციკლი აპროვოცირებს კანის დაავადებებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი პრობლემა და აქეთ მექნება სიმსუქნე, იმიტომ რომ სიმსუქნე ძირითადი პრობლემა არის სტერილიზაცია, კასტრაციის შემდეგ მე ავირჩევ ამას. იმიტომ რომ ეს მაინც არის ჩემზე დამოკიდებული როგორც პატრონზე, რომ მე მყავდეს ცხოველი ისეთ საკვებზე, რომელიც არის დაბალკალორიული და მე მას ხელი შევუწყო იმაში, რომ ის იყოს ისე აქტიური, რომ იმ ცხიმების წვას კონდეს ადგილი, როგორც ჩვენ პროპორციულად, რასაც ვჭამთ თუ არ დავხარჯავთ, ვიქნებით სხვა წონით კატეგორიაში.